25 წელი, როცა მთელი საქართველოს გული და მთელი საქართველოს გონება იდგა რუსთაველზე მთელი წელი. ეს არის განუმეორებელი წელი. იმედი მაქვს, რომ ეს არასოდეს არ დაჭირდება ქართველ ერს და ეს წელი იქნება მთელს ჩვენს ისტორიაში საფუძველი მომავალი თავისუფლების და 2026 წელი იმედი მაქვს და ვეთმაქნას, რომ იყოს შედეგების წელი, რომ ჩვენ გავიდეთ ევროს სივრცეში და დავდოთ შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ამის მოლოდინით მოველით 2026 წელს. ძალიან საინტერესო წელი იყო, ნიღაბების ჩამოხსნის წელი იყო, რადგან 2025-ში ლუსტრაცია მოხდა ფაქტიურად მთელი ქართული ელიტას დავარქმევთ, ეს სახელმწიფო იქნება თუ საეკლესიო და ყველა მართველი ძალის ლუსტრაცია მოხდა, რომ ეს ოცნებაც და ეკლესიის მართველი ძალა, რომ არის რუსული ძალა და არა ქართული ძალა და ამის გამოვლენის წელი იყო და ეს არ არის მარტივი, ამას წლები უნდა რომ გამოავლინო და ჩვენ შევძელით, რომ ეს 2025-ში გამოგვევლინა. აი ამ ხალხმა ეს შეძლო ყველაფერი და ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს და 2026 წელი იქნება მოქმედების წელი, რომ მოვიშოროთ ყველა რუსის მიერ დასმული ემისრები და ეკლესიაც და სახელმწიფოც გავანთავისუფლოთ რუსული მმართველობისგან. ამის წელი არის 2026 და მე იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენ გავაკეთებთ.